ქუთაისი პირველ რიგში ჩემთვის არის სახლი, სადაც დავიბადე და დღემდე ცხოვრობ და ის ადამიანები, ვინც მიყვარს. და კიდევ არის ეს ადგილი, სადაც ეხლა მე ვარ, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მიყვარს ეს ადგილი და რატომღაც, როდესაც ამოვდივარ, ყოველთვის მაქვს ასოციაციები ფილმთან გაზაფხული ზაფხული შემოდგომაზე ამთავრდა ისო გაზაფხული ალბათ ამ მილიონზე არეკლილი ფერების გამო და არაფერი შეედრება აქ ამოსვლას და სუფთა ჰაერის ჩაღლაყვას. სიტყვებზე უფრო ის ამბები ყვება ხოლმე ჩემთვის ამ ქალაქზე, რომელი ამბებიც ამ ქალაქში მე გადამხდომია თავს. მაგალითად 2-3 წლის წინ ბაგრატის ტაძარზე ველოსიპედით ავედი და 15 წუთში ჩემი ველოსიპედი გააქრეს, მომყარეს და როდესაც პატრულში დავრეკე ამ ფაქტის შესახებ და მთავარი საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ როდესაც მეგობრებს ვამბე ამ ამბის შესახებ, სერიოზულად მისაყვედურეს, რომ პატრულში არ უნდა დაგერეკა და შეგეძლო ჩვენთვის გვეთქვა და უბანში მოგიგვარებით. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ქუთაისი ასეთ ამბებში უფრო ჩანს, თავისი უარყოფითით, დადებითით და ინდივიდუალურით. ჩემთვის ამ ქალაქის სიყვარული მარტო სიტყვებით არ მტკიცდება. მტკიცდება ალბათ საქმითაც, იმიტომ რომ უფრო უნდა დავუმტკიცოთ ამ ქალაქს, რომ ღირსები ვართ, რომ ამ ქალაქში ვიცხოვროთ, თორე ჩემი არ იყოს ალბათ იმ ტიპსაც რომ მკითხოთ უყვარს თუ არა ქუთაისი, ვინაც ველოსიპედი მომყარა, ალბათ გეტყვით რომ კი უყვარს, მაგრამ ალბათ უფრო სასურველი იქნება, რომ დავიმსახურებთ ამ ქალაქში ცხოვრებას და რაღაცას გავაკეთებთ ამ ქალაქისათვის. არ დავანაგვიანოთ ქუჩები პირველ რიგში, სასურველიათ ველოსიპედით ვიმოძრავებთ და ეკოლოგიასაც გავუფრთხილდებით და ძალიან მარტივად და ბანალურად გვეყარება ერთმანეთი.